გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. დღეს ხსოვს ვისაუბროთ კონსერვატიზმის შესახებ, ამ იდეოლოგიის შესახებ, ბოლო დროს, როგორც ჩვენთან საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, ხშირად ისმის კონსერვატიზმის შესახებ, მის სხვადასხვა მიმდინარეობების შესახებ, მოძრაობების შესახებ, მას რა იგივებენ. ჩვენ ხსოვს გარკვეულწილად მართლმადიდებლური კუთხით გავაშუქოთ ეს მოვლენა, იმდენადაც შეგვიძლია. დავინახოთ ის საფრთხეები, საცდურები, რომელიც ამ მოძრაობას აკავშირებს, ამ იდეოლოგიას აკავშირებს, ადამიანებს, რომლებიც ზოგი გულუბრყვილოდ სხვადასხვა სახის ამ დამახინჯებულ ვერსიასაც ღებულობენ. ამიტომ ამაზე ვისაუბროთ, გამოვიყენებთ გარკვეულ ტერმინოლოგიას, რომელიც ჩვენთვის ამჟამად არის უფრო მისაღები, თუმცა შეიძლება იგივე აზრი სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ტერმინებით გამოხატონ. თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ ეს კონსერვატიზმი თავს იჩენს უკვე სადღაც მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე და ის გარკვეულწილად კავშირშია საფრანგეთის რევოლუციასთან და აქ ჩვენ უკვე ვხედავთ იმ კონსერვატიზმ ლიბერალიზმს შორის კონფლიქტს. რეალურად ეს კონსერვატიზმი გამოდის როგორც ტრადიციის დამცველი, ძველი ღირებულებების დამცველი, შეიძლება ითქვას ასევე ძველი წესრიგის დამცველი. ის ცდილობს ებრძოლოს ყოველგვარ სიახლეს, გადატრიალებებს, რევოლუციებს, მისთვის ეს სიახლეები, განსაკუთრებით უცნობი სიახლეები არის უცხო და შესაბამისად ის უპირისპირდება ამ რევოლუციურ იდეებს და რაც იყო გამოხატულება თუნდაც საფრანგეთის რევოლუციის დროს. მოგვიანებით უკვე ყალიბდება მრავალი კონსერვატიული პარტიები, მოძრაობები და იქმნება სხვადასხვა სახის ეს კონსერვატიზმი. ახლა ჩვენ უფრო ჩვენს ეპოქას რომ მივუახლოვდეთ, დაახლოებით უკვე მე-20 საუკუნის ბოლოს ჩვენ ხედავთ, რომ ყალიბდება ერთგვარი ნეოკონსერვატიზმი, ასე შევარქვით, ანუ ბოლო დროის განახლებული კონსერვატიზმი, მას ყავს მიმდევრები, ბევრი და ასევე ის ერთგვარი დაპირისპირებული მხარეა ლიბერალური თუ სხვა იდეოლოგიების, რომლებიც სიახლეს და რაღაც რევოლუციურ ცვლილებებს გვთავაზობს. ამ თვალსაზრისით არც ჩვენი დრო არის ბოლო დრო გამონაკლისი და ჩვენ ხედავთ, რომ კონსერვატიზმის გააქტიურება უფრო გარკვეულწილად კავშირშია არა იმდენად თვითონ კონსერვატიზმის დამსახურებასთან, რამდენადაც იმასთან, რომ ლიბერალიზმმა ჟარგონი რო გამოვიყენოთ, შეტოპა ზედმეტად, ისეთ ღირებულებებს გადააბიჯა, ისეთ წითელ ხაზები გადაკვეთა, რომ უკვე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ეს გახდა მიუღებელი და აი დღეს უკვე მე ვერ დავარქვევდი ამას დიდ გამარჯვებას კონსერვატიზმის, მაგრამ ხა თქვა, რომ მხოლოდ ორი გენდერი არსებობს და ორი სქესი და რომ არსებობს მამაკაცი და დედაკაცი და ქალი და კაცი, ეს არ არის დიდი მიღწევა, თუმცა დღევანდელ საზოგადოებაში როგორც ეს ჩანს და მე ვფიქრობ, ეს შეგნებულად ხდება, ასე პრიმიტივამდე დაყვანა ამ ყველაფრის, რომ სწორედ ამ დონემდე დავიდა თავისუფლ ტრანსჰუმანიზმმა, რომელიც ლიბერალიზმის ფარგლებში დიდად გავრცელდა, ასევე ის LGBT საზოგადოებებმა, მოძრაობებმა, იმ გარყვნილებამ, იმ ადამიანის ბუნების გადაგვარებამ იმ დონემდე მიიყვანა ადამიანები, რომ დიდი ნაწილი არა მარტო ჩვენთან საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის დასავლეთში, ამერიკაში, რუსეთში, ყველგან, ბევრ ადგილ ევროპაში და აღმოსავლეთშიც ირჩევს ამ გზას, ჩვეულებრივი ადამიანურ გზას, ასე რომ ვთქვათ. ახლა პირობითად რო შევადაროთ, თუ ლიბერალიზმს ჩვენ ვადარებდით ხშირად და ასოცირებას ვახდენდით მასთან ტრანსჰუმანიზმს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეოკონსერვატიზმი უფრო ჰუმანიზმია, ჩვეულებრივი ადამიანობაა, რომელსაც მანდამაინც დიდი კავშირი არ აქვს რელიგიასთან, სარწმუნოებასთან. და ამასაც ახლა ცოტა ხანში დაუბრუნდებით. ძირითადი ღირებულება, რომელიც კონსერვატიზმს გააჩნია, ეს არის ტრადიციონალიზმი, ტრადიციებისადმი ერთგულება, ტრადიციების დაცვა
ძველი ტრადიციების, თუმცა აქაც ჩვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, კონსერვატორებს და ტრადიციონალისტებს, ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა გვარი ტრადიციები აქვს, რომელიც თაყვანისცემის და პატივისცემის საგანია თავის ერში, თავის ქვეყანაში, თუმცა შეიძლება წინააღმდეგობაში იყოს ეს ტრადიცია სხვა ერებთან და იგივე კონსერვატორებთან სხვა ქვეყნებს. თუმცა გარკვეულ ასეთი თანხმობას ესენი პოულობენ კონსერვატიზმი და მთელ მსოფლიოში, ასე რომ ვთქვათ, გავრცელდა. ეხლა რო დავიწყოთ ამ ნეოკონსერვატიზმით, იმ მოვლენით, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რა აქვს მას ესეთი ვთქვათ დადებითი, ჩვენ მართლმადიდებლური კუთხით რო ვთქვათ და რა საცდურებს ვხედავთ ჩვენ. პირველ ყოვლისა ეს ნეოკონსერვატიზმის თანამედროვე შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივი კონსერვატიზმია, რადგანაც ის ბოლომდე არ იცავს იმ კონსერვატულ ღირებულებებს, რომელიც ოდითგანვე იყო ჩამოყალიბებული და როგორც ახასიათებს ზოგადად ამ იდეოლოგიას. დიახ, ის გამოდის როგორც ზოგადად ტრადიციების დამცველი, წინააღმდეგი LGBT საზოგადოებების, გარყვნილების, თუმცა არა ბოლომდე. ის ეწინააღმდეგება გენდერულ თავისუფლებას, ის ეწინააღმდეგება იმ ლიბერალურ წესრიგს, რომელიც ზოგადად არის დამყარებული მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ასე ვხედავთ, რომ თუნდაც რელიგიური კუთხით აქ უკვე საცდურებია მართლმადიდებლობისთვის, რადგანაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს ნეოკონსერვატიზმი ძალიან ახლოს არის იგივე ეკუმენისტურ მოძრაობასთან, იგივე ეკუმენისტურ სულისკვეთებასთან, შეიძლება ესე ითქვას, რადგანაც ის ადვილად ლოცულობს ყველასთან სურს ეს ურთიერთობა რელიგიური დამყარდეს, მისთვის ეს ღირებულება მართლმადიდებლობა როგორც ჭეშმარიტება არ არის ბოლომდე გათავისებული. აქ უფრო ჩვენ ხედავთ, რომ მართლმადიდებლობა ერთგვარ ლაიტმოტივად დაასდევს რაღაც ფონად უფრო მოდის, მაგრამ არ ჩანს არც ცხოვრება მართლმადიდებლური და არა ყველა ღირებულების დაცვა. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ კონსერვატიზმი თუნდაც იმის გამო, რომ ებრძვის ლიბერალიზმს, არ არის ჭეშმარიტება და აქ ორივე ეს იდეოლოგია თანხმდება იმაში, რომ ორივე ერთგვარად მოდერნისტულია. ჩვენ გულისხმობთ ნეოკონსერვატიზმს ამ შემთხვევაში მოდერნიზმის მიმართულებით ისინი ერთგვარ თანხმობაში არიან, ეს კარგად ჩანს, განსაკუთრებით რელიგიურ მოდერნიზმის კუთხით და აქ ზუსტად გამოიხატება პირველი საფრთხე და ცდუნება მართლმადიდებლობისთვის და ამის გარჩევა ძალიან რთული ხდება. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ, რომ ნეოკონსერვატიზმი იოლად ემორჩილება გლობალურ წესრიგს, ის რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დემოგრაფიული საკითხზე ჩვენ ხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ეს აბორტები არ იგრძალება, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაინგრეს ოჯახური ღირებულებები და ამისთვის გასაძლიერებლად მრავალშვილიანებთან დაკავშირებითაც ასევე ერთგვარად დემოგრაფიული საკითხის გასაუმჯობესებლად ნაკლებად აქტიურობს ნეოკონსერვატიზმი, იმიტომ რომ მისთვის ეს ღირებულება არ არის და აქ უფრო ის იმ გლობალურ ღირებულებებთან უფრო ახლო არის. ზოგადად ის თulis, რომ არ უნდა იყოს გადაჭარბებული თავის კონსერვატიულ შეხედულებებში, რადგანაც ზედმეტი არ მოუვიდეს, დიახ, ის ებრძვის ლიბერალიზმს, მაგრამ არა იმდენად, რომ მთლიანად გადაიკიდოს ახლა საზოგადოება. ამიტომ მონახა გარკვეული მათი აზრით შუალედური პოზიცია, რაც დიდწილად იყო აღტაცებული საზოგადოების მხრიდან. კონსერვატიზმში ჩვენ ასევე გამოვარჩევთ ერთგვარ ეროვნულ კონსერვატიზმს. ეროვნულ კონსერვატიზმი ასევე დასავლეთში არის პოპულარული. აქ უფრო ეროვნულ ღირებულებებს, ეროვნულ ტრადიციებს ექცევა ყურადღება. აქაც არის გარკვეულწილად ეკლესია ჩართული, მეტწილად უფრო ასევე ფონად, უფრო სასაუბრო თემად, უფრო გარკვეულ ისე თეორიულ ტრადიციად, ასე რომ ვთქვათ, საუბარში გამოსაყენებლად, ვიდრე ცხოვრების წესად და ჭეშმარიტებად.
ამიტომ მათ პირველ ადგილზე დაყენებულია ძირითადად ეროვნული ღირებულება, პრიორიტეტი ღმერთის სამშობლო ადამიანი აქ უფრო დარღვეულია და აქ შეინიშნება უფრო სამშობლო ღმერთი ადამიანი ეს მიმართულება. ჩვენ ხედავთ რომ ამ შემთხვევაში საცდურები არის ზოგ შემთხვევაში თუმცა არა მასიურად ეთნოპოლიტიზმის, როდესაც ეროვნული წინარე დაყენებული ღმერთზე წინ და შესაბამისად ეს გაღმერთებულია ეროვნული ამ ქვეყნიური ვიდრე ღვთაებრივი. ანუ აქაც დარღვევა არის ქრისტიანული კუთხით და შეიძლება ითქვას რომ ეს დიდი ცდუნებაა გარკვეული წრეებისთვის და იოლად ხდება აღტაცებული. ზოგადად ისევე როგორც ლიბერალიზმი კონსერვატიულ იდეოლოგიას რომელიც ახლოს არ არის მართლმადიდებლობის ისე როგორც უნდა იყოს ახასიათებს ასევე ჩანაცვლება ამ იდეოლოგიის სარწმუნოების ნაცვლად თუ ეს ხდებოდა ლიბერალიზმში დაახლოებით იგივე ხდება ასევე კონსერვატიზმში და აქ იდეოლოგია ჭარბობს იდეოლოგიური ღირებულებები რომელიც ასევე შემოსულია ამ კონსერვატიზმთან ერთად ისინი ჭარბობს სარწმუნოებრივზე უბრალოდ საერთოდ გაუგებარია ამ შემთხვევაში სარწმუნოება და მეორეხარისხოვანია და ეს აღტაცებულია ასევე საზოგადოების მხრიდან აღტაცებულია და საზოგადოება ცდილობს რომ ამ ღირებულებებით იცხოვროს ანუ გამარჯვებულად თulis თავს ერთგვარი გამარჯვება არის თუმცა ეს არ არის ის რაზეც მართლმადიდებლები საუბრობს და რაც უნდა იყოს ჭეშმარიტი ორიენტირი რელიგიურ კონსერვატიზმზე ჩვენ უკვე გარკვეულწილად თქვით მაგრამ ისე უნდა ვთქვათ რომ სოფლიოში კონსერვატიული მოძრაობები არ არის ყველა მართლმადიდებლური ბუნებრივია იქ კათოლიციზმია, პროტესტანტიზმია, იქეთ ბუდიზმია, სხვადასხვა მიმართულებებია, სხვადასხვა რელიგიებია, თუმცა კონსერვატიზმი ერთიანდება არა ამ იდეებით, არა სარწმუნოებრივი, არამედ ზოგადად ტრადიციული, იმით რომ ის ებრძვის ამ ლიბერალიზმს და სურს განთავისუფლება ამისგან. ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ აი მოდერნიზმის კუთხით ისინი ერთიანდება. საზოგადოების ნაწილს ცოტა ერევა ეს მოდერნიზმი, ლიბერალიზმი, აი მარტივად რომ ვთქვათ, მოდერნიზმი დაკავშირებულია სიტყვა განახლებასთან, ლიბერალიზმი ცრუ თავისუფლებასთან. ეს განსხვავებებია, ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობ კონსერვატიზმი, ეს ნეოკონსერვატიზმი განსაკუთრებით არის მოდერნისტული, ჩვენ სწორედ ამას გულისხმობთ რელიგიური მოდერნიზმი და არა მარტო რელიგიური, იქ ეკონომიური, იქ ნაწილობრივი კონსერვატიული ლიბერალური დამოკიდებულება ეკონომიური და ასე შემდეგ. კულტურული და სხვადასხვა, ანუ შერწყმული ესეთი დამოკიდებულება, რომელიც ასევე გადაკვეთილია რელიგიურ სინკრეტიზმთან, სხვადასხვა პერენიალიზმთან, ეკუმენიზმთან და ასე შემდეგ. ეხლა ამის გაგება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი, რადგან ვინც ამით არ არის დაინტერესებული და არ კითხულობს და არ ინტერესდება, ბუნებრივია ის ვერც გაიგებს რა ხდება ამ მიმართულებით, რას ნიშნავს საერთოდ ეს ტერმინოლოგია. მაგრამ მართლმადიდებლებისთვის, ვინც ეს ჩახედული ამ საკითხში, უნდა ვთქვათ, რომ ეს წარმოადგენს საცდურს, წარმოადგენს საფრთხეს და არა მარტო საცდურს და საფრთხეს, იქ ერეტიკული დამოკიდებულებაა და პირდაპირ მიუღებელია ჟურის კანონით მართლმადიდებლებისთვის. რაც შეეხება მართლმადიდებლურ კონსერვატიზმს, შეიძლება ითქვას, თუ კი რომელიმე იდეოლოგია ახლოსაა მართლმადიდებლობასთან, ეს არის სწორედ ეს მიმართულება კონსერვატიზმის, მართლმადიდებლები აქ უმეტესად იგულისხმება ადამიანები, რომლებიც არიან ეკლესიურები, დადიან ეკლესიაში, დიდწილად ცხოვრობენ ეკლესიურად, თუმცა აქ იმის მიუხედავად, რომ არ არის გადაცდენები მართლმადიდებლურ შეხედულებებში, როგორც წესი, მაგრამ არის გარკვეული გულგატეხილობა, არის გარკვეული სასოწარკვეთილების შეგრძნებები და ეს გამოხატულია იმით, რომ ზედმეტი მოლოდინი აქვს ჩვენი აზრით, ყოველ შემთხვევაში, ზედმეტი მოლოდინია საზოგადოებისგან ამ ჯგუფის მხრიდან, რომ აიტაცებს სიკეთეს, აიტაცებს ზნეობრივ ღირებულებებს, აიტაცებს ეკლესიურ ღირებულებებს, მაგრამ აქ ობიექტურად რო ვთქვათ, პირდაპირ ობიექტურად რო ვთქვათ, ეს არის
თუ საზოგადოება არ ცხოვრობს ქრისტიანულად, ის ვერც მიიღებს ამ იდეებს. ესე უყურებთ ჩვენ, არც უნდა გაგვიკვირდეს, ქრისტიანობა არ არის უმრავლესობის რელიგია, ქრისტიანობა უმცირესობის რელიგია, იმიტომ რომ მაცხოვრმა თავად თქვა, რომ მცირე სამწყსო გადარჩება, ამიტომ ეს მცირე სამწყსო, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში ზოგადად მსოფლიოში, ის მართლაც მცირეა და ის არ შეიძლება იყოს ბევრი, როდესაც ის მცირეა, ის არ შეიძლება იყოს უმრავლესობა და უმრავლესობა ვერც აღიტაცებს და არც სურს ამის მიღება. იმიტომ რომ საზოგადოება იმის მიუხედავად რომ უმეტესობა მართლმადიდებლურად მონათლულია, ჩვენი საზოგადოება არ ცხოვრობს ამ წესებით და არ ღებულობს ამ იდეას და სამწუხაროდ ეს გულგატეხილება, სარკვეთილება შემდეგ შეიძლება იყოს გაღიზიანება და ასე შემდეგ, ეს გამოწვეულია უკვე გარკვეული ზედმეტი მოლოდინებით ჩვენი აზრით და აქაც შეიძლება გარკვეული ცდუნება იყოს მართლმადიდებლებისთვის და არც ის გამოირიცხება, რომ ის ზედმეტმა ასეთმა თავდადებულმა დამოკიდებულებამ, ასე ვთქვათ, ჭრალებში კიდევ უფრო არ გააუარესოს სიტუაცია, ამიტომ აქ გარკვეული ზომიერება და ყურადღება და ლოცვა ალბათ უფრო მეტი არის საჭირო. ჩვენ მართლმადიდებლებმა უნდა ვიცოდეთ, რომ კონსერვატიზმი არ არის ჭეშმარიტება, კონსერვატიზმი იდეოლოგია, ის დიახ იცავს გარკვეულ ტრადიციებს, მაგრამ ის არ იცავს პირდაპირ მართლმადიდებლობას. ჩვენ არ ვზომავთ კონსერვატიზმით სამყაროს, ჩვენ მართლმადიდებლობით ვზომავთ სამყაროს, არა გარეგნული რომელიმე იდეოლოგიით, არამედ შინაგანად მართლმადიდებლური სწავლებით და სულისკვეთებით. ჩვენ ამას ვადარებთ ყველაფერს და იმ საცდურებს, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს ამ კეთილის საბაბითაც, იმასაც უნდა დანახვა. და სწორედ ასე უნდა იქცეოდეს მართლმადიდებლობა, უნდა იყოს ფხიზლად, რათა ეს იდეოლოგია, თუნდაც ეს იყოს კონსერვატიზმი თუ სხვა ნებისმიერმა, არ ჩაანაცვლოს რელიგია, არ ჩაანაცვლოს სარწმუნოება ჩვენი, ეს უნდა გვესმოდეს, ის არ უნდა იყოს დაყენებული პირველ ადგილზე მაშინ, როდესაც მართლმადიდებლობისთვის სულიერი საგანი უნდა იყოს პირველი, ღმერთი უნდა იყოს პირველ ადგილზე, ღმერთკაცი უნდა იყოს პირველ ადგილზე, ამიტომ ეს ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია ყველაფერ ამასთან, ეს ქართეხილი, ეს სპეკულაციები, ეს საუბრები ამასთან მიმართებაში მართლმადიდებლობას უნდა ჰქონდეს საკმაოდ პრინციპული ისეთი სარწმუნოებრივი მიდგომა. მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენი თაობის და უმცროსების, რომლებიც უკვე იცხოვრა კომუნისტურ პერიოდში იდეოლოგიის დროს, ლიბერალური იდეოლოგიის დროს, დღეს აგერ ნეოკონსერვატიზმი იქნება თუ რასაც დაერქვა ამ იდეოლოგიებში და ის ჩვეულებრივად ცდილობს არ მიიკაროს ეს იდეოლოგები უფრო ახლოს, ვიდრე ეს დასაშვებია, არა იმიტომ, რომ მასში გარკვეული სარგებელი და სიკეთე და ზნეობრივი ელემენტები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტად არ შემოვიდეს ის სულისკვეთება ამსოფლიური, რომელიც იქნება დამაზიანებელი ზოგადად ქრისტიანისთვის, იმ ქრისტიანული რწმენის საფუძველზე და სწავლების მიხედვით, რომელსაც გადაგებს მართლმადიდებლობა ზოგადად. ამიტომ ეს იყო ჩვენი სათქმელი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მართლმადიდებელი ადამიანი უნდა იყოს ფრთხილი, ქრისტიანი უნდა იყოს ფრთხილი ყველა იდეოლოგიის მიმართულებით, განსაკუთრებით, როდესაც ეს იდეოლოგია არის ერთგვარად გაყალბებული, არ ქადაგებს და არ ასწავლის იმას, რასაც უნდა ასწავლიდეს, არ არის სრულიად ზნეობრივი, არ არის სრულიად აბსოლუტურად მისაღები, შესაბამისად ის კარგი უნდა იყოს გამორჩეული, მაგ სიფხიზლად მართებს და ის ცუდი და მიუღებელი, რაც არის არამართლმადიდებლური და მიუღებელი ზოგადად ასევე ქართული ჩამოყალიბებული ტრადიციებისთვის და არა მთელი მსოფლიოს ტრადიციებისთვის და ყველა რელიგიისთვის, არამედ იმ ჩვენ შემთხვევაში ქართული და მართლმადიდებლური ჩამოყალიბებული ტრადიციებისთვის ის არ უნდა იყოს მიღებული და ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი ქრისტიანი გამოხატავს ერთგულებას, სარწმუნოების, ის გამოხატავს ბრძოლას, ის ამ დამოკიდებულებით ანგრევს იმ წესრიგს, რომელიც არის არასწორი წესრიგი და ამ ბრძოლაში სწორედ იკვეთება
ეს მართებული წესრიგი, ჩვენი ენაზე რო ვთქვათ, ჭიშმარიტი ორიენტირი. ღმერთმა ამ გაგებით გვაცხოვროს, ერთგულები ყოფილიყავით მართლმადიდებლობის და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის და სიყვარულით გვაცხოვროს ამ წუთის ობელში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.